ეს არის ჩემი ლიტერატურული პოდკასტი. მე ვარ მარიამ ჯანელიძე, ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე და ჩემი სტუმარი არის ჟურნალისტი და პოეტი ეკა ქევანიშვილი. ეკა, მე შევარჩი ესეთი თემა ლიტერატურა და პროტესტი. პროტესტის ხმა ლიტერატურაში როგორ ჟღერს, როგორ ჩანს და რა არის ის არ ვიცი რეფლექსია, როდესაც იქმნება პოეტურ ტექსტად. აი ეს როგორ ხდება ამაზე რომ ვისაუბროთ. ლაპარაკოთ. გუშინ, როდესაც ვფიქრობდი ამ თემაზე, რამდენიმე წიგნი გამახსენდა და რამდენიმე ლიტერატურული ტექსტი, სადაც ძალიან მკაფიოდ ისმის პროტესტის ხმა. პირველ რიგში დავიწყებ შენი ტექსტით, ვინაიდან შენ ხარ ჩემი სტუმარი და გავიხსენებ ერთ ამბავს. 2017 წელი იყო, 9 მაისი, როდესაც ტყიბულში, მინდელის შახტში დაიღუპა 6 ადამიანი. თუ არ ვცდები ერთი წლით ადრე 2016 წელს ამავე შახტში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა და მაშინ მახსოვს რომ ჩემმა მეგობარმა სოფო მთივლიშვილმა მოამზადა რეპორტაჟი. ჩავიდა ტყიბულში და მეშახტეების ოჯახის წევრები გადაიღო და მაშინ სოფომ წამაკითხა შენი ლექსი მეშახტის ცოლის სიმღერა, რომელიც ჩემთვის მთავარი ხმა გახდა პროტესტის. ანუ პროტესტი სისტემის მიმართ, რომელსაც შეუძლია რომ ადამიანი ამუშაოს შახტში, ამუშაოს იმდენად მინიმალურ ანაზღაურებაზე, რომ მას იმის საშუალებაც არ ჰქონდეს, რომ საკუთარ შვილებს ახალი ჩანთა უყიდოს სკოლისთვის, რაც ამ ლექსში არის. ჩემთვის ეს იყო პროტესტის ხმა, რომელიც ძალიან მკაფიოდ და თითქმის ყოველთვის, როდესაც მახსენდება ის ტექსტები, რომელიც პროტესტის ხმას აჟღერებს, ეს ლექსიც მახსენდება. ამ ლექსით რო დავიწყოთ საუბარი. ხო, მანდ ჩემთვის როგორც ავტორისთვის მაინც არის ფინალი მთავარი, რომ წარმოვიდგინე აი რა დონის ტრაგედიაზე ვლაპარაკობთ, რომ ყველაფრის მიუხედავად ცოლი ამბობს, რომ ნეტა ცოლი ხელი ფეხი მაინც კონდეს, რომ ჩავიდეს და რაც უნდა მოუვიდეს, ხო. მეც ვაშუქებდი მაგ დროს მაგ ამბებს და თან თუ გავიხსენებთ, მართლა ძალიან მიეწყო რა ეს მომხდარი ამბები მოკლედ იქ ტყიბულში და ამ პასუხს სხვათა შორის ხშირად ვცემ ჟურნალისტებს თუ სხვა ადამიანებს, ვინც მეკითხება, რომ აი როგორ წერ ესეთ რაღაცებს. როცა შენც რეპორტიორი ხარ და აშუქებ რაღაცა, სხვა ადამიანი ხარ, სად უნდა წავიდეს ეს ემოცია, ხო, რაც შენ გაქვს დაგროვილი და რასაც მთელი დღის განმავლობაში წერ თუ ამონტაჟებ თუ ასე, სადღაც უნდა გაჟონოს. არა და თუ თქვა ჟურნალისტი ხარ, იქ იმაზე მეტი არ უნდა დაწერო, რაც ხდება რაღაცნაირად შენი ემოციები, ხო, შენი პირადი აზრები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემთვის რაღაცნაირად პოეზიაც და ეხლა უკვე პროზაც რა კი ცოტა ვეპარები ამ პროზას, რეალურად არის ეგ ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ესე ჟონავს. გავგიჟდები რაღაცა რო არ გავაკეთებ. მხატვარი რო ყოფილიყავი, ალბათ დავხატავდი, მუსიკოსი რო ყოფილიყავი, რაღაცას მუსიკას შევქმნიდი და ამ შემდეგ. რეალურად ეს არის ზუსტად აი ამ ნამდვილი სათქმელის პროტესტის, ბრაზის ემოციის გასაქცევი ადგილი რა. ასე აღვიქვა მე იმას, რასაც ვწერ. ეს ლექსიც ეგრე დაიწერა. უბრალოდ აღარ ვიცოდი რა მეთქვა რა, ამ უსამართლობას რით გამოვხმაურებოდი და აბსოლუტურად რეფლექსიური და ისეთი აი პირველივე რეაქცია იყო. კი ვამბობ ხოლმე რომ მე მეთქი რეაქციების ავტორი ვარ თქვა, ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი, ზოგს არც მოსწონს და ამბობს რომ ძალიან ნაჩქარევი ის არის. მაგრამ ამგვარი ტრაგედიის მიმართ როგორ უნდა განელდეს ეს ემოცია? მე საერთოდ არ წარმომიდგენია ეგეთი ტრაგედიის დროს თუ რაც ახლა ხდება საქართველოში პროტესტის დროს თუ სხვადასხვა უსამართლობების შემთხვევაში ეს ქალების მიმართ იქნება თუ რა ვიცი მილიონი პრობლემა გვაქვს ამ ქვეყანაში, როგორ შეიძლება დარჩეს სტერილური? აი როგორ შეიძლება წეროს სხვა რამეზე არა, ეს არ არის სწორი. აი, როგორ შეიძლება არ გქონდეს რაღაცა პოზიცია? შეიძლება იმ წამს კი ვერ წერო ესეთი ლექსები, ან ესეთი რაღაც პროზა კი არ შექმნა, მაგრამ რაღაცნაირად გამოხატო ეს სადღაც, აი, ჩუმად არ დარჩე. ეს ჩემთვის ახლა წარმოვიდგინე, მით უმეტეს ახლა დღეს რა კონტექსტშიც ვართ. მე ეგეთი სიტუაცია, ჩემი აი ესეთი ცოტა ზრდასრული ადამიანის ცნობიერი რაც იწყება, არ მახსოვს რაც დღეს ხდება და და აი დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში, ნუ ალბათ ბევრ ადამიანს მარტო მე არა, მახსენდება ბესიკის ლექსი. გაიღვიძე საქართველო ადექტანი დაძარი. და მე არის რომ ყველას შენზე უფრო ღვიძავს, ყველა უფრო მზად არის რომ გადმოკერო შენი მიწა მთავარი. ანუ
ამაზე მეტი რეალობის ასახვა, გაფრთხილება, ასევე პასუხისმგებლობა, რომ თითოეული ადამიანის ვალი არის, რომ ჩაერთოს ამ პროტესტში იქნება თუ არ ვიცი, ნებისმიერ თავის საქმით გამოხატოს, იმისთვის, რომ ეს ისტორია არ გადაიწეროს, იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ტერიტორია, იმისათვის, რომ უარეს რეალობაში არ აღმოჩნდეთ. ჩემთვის ალბათ დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში პირველი ეს ტექსტი მახსენდება ხოლმე. ხო, ბესიკი საერთოდ რა ვიცი, მთავარი რაღაცა ის არის რა, მალმით რო დგას მთელი ამ პროტესტის გამო. სხვადასხვა სულ ფიქრობ ხოლმე ბესიკზე, რომ როგორ არ დაბერდა ეს ადამიანი რა, ხო ასაკით დიდია, მაგრამ სულ ახალგაზრდაა რა, სულ ბიჭად დარჩება და რაღაცა მართლა პულს ეუდებს სულ ბესიკს ხელი და კი ამ პროტესტის მხოლოდ არა, ზოგადად რაც ხდება, რაღაცნაირად ერთ-ერთი პირველი ისეთი საღი და ცოცხალი გამომხმაურებელი, ასე ვთქვათ, ბესიკია, რომელიც თავის რაღაც ნაპერწკალს აძლევს და მოუხდს ამ ყველაფერს, რაც ხდება. აი ეს ლექსით სად არიან შვილები სად არიან? ხო, მაგანაც თავის დროზე რამხელა რაღაც გაკეთა და რა ვიცი, ბევრი ტექსტი შექმნილა, ეგეც სხვა შორის შენ რო დამპატიჟე პოდკასტში, აი ხო გითხარი კიდეც ვფიქრობდი, რომ აი რა ტექსტზე შეიძლება ვილაპარაკო და არ ვიცი კონტექსტის ბრალია თუ რისი, მაგრამ სულ თავში მომდიოდა ისეთი ავტორები და ესეთი წიგნები, სადაც ისინი რაღაცისთვის იბრძვიან, რაღაცაზე არიან გაბრაზებულები, ხო, რაღაცას აპროტესტებენ. ჩემი საყვარელი წიგნები უცებ ჩემი თავიდან გაქრა, სადაც შეიძლება არ იყოს ეხლა მთლად ესეთი პროტესტზე დაწერილი ლიტერატურა, ხო, აპტაიგის ბრაზილია მაგალითად, რომელიც დიდი სიყვარულისაგაა და ხო ძალიან მიყვარს, ან მელანია მაცუკოს ვიტა და ასე შემდეგ, ხა უცებ რაც თავში მომდის. მოდიოდა მართლა ესეთი ტექსტები, ხო, გეუბნები, აი რაღაცა იქ უცებ ვთქვათ ეს იისფერი ჰიბიკუსი, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის, ხო, სადაც ამ რაღაცა ნიგერიის სასტიკ და პირქუშ ყოფაზე არის ლაპარაკი ოჯახში ძალადობას შემდეგ მე გამახსენდა ვთქვათ მაია ენჯელო ხო თავისი ავტობიოგრაფიული წიგნით ლოსა არასეულს არ გაგახსენდეს ხო მარგარეტ ეტვუდი რომელიც ხო შეიძლება რაღაც იმაზე ლაპარაკობს უტოპიაზე და რაღაცა თითქოს არ არსებულზე მაგრამ თუ დაფიქრდები ყველაფერი რაღაცა დოზებით უკვე ხდება სხვათა შორის ეტვუდს არაერთხელ უთქვამს თავის ინტერვიუში რომ მე არაფერი არ გამომიგონია იმისთან მიუხედავად რომ დისტოპიური ჟანრის ტექსტი არის მაგალითად მხევლის წიგნი ამბობს რომ შევკრიბე ის ამბები რაც ისტორიის განმავლობაში უკვე ერთხელ მომხდარა და ის ვაჩვენე მკითხველს და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ის როდესაც აი ლიტერატურული ტექსტი შემდეგ პროტესტის ერთგვარ სურათ ხატად იქცევა და აი აქ რას გულისხმობ რომ არაერთი საპროტესტო აქცია ყოფილა სადაც მხევლის წიგნის პერსონაჟების ფორმით გამოსულან ქალები და ასე გაუპროტესტებიათ ეს იყო მაგალითად ბუენოს-აირესში აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნა ასევე შტატებში როდესაც აბორტის უფლების გაუქმებაზე იყო საუბარი და ძალიან დიდი დემონსტრაციები იყო როდესაც აი ფილმიდან წამოსული კოსტიუმი რაც არის ეს წითელი მოსასხამი ქალები გამოსულან ეტუდის პერსონაჟის ფორმით. ხო, რაღაც ეს ნიშნები გჭირდება რა და მაგაში გეხმარება ზუსტად მწერლობა, პროზაც და პოეზიაც, რომელიც არის თან შენი თანამოაზრე. აი, ხო, რაღაცა ეგრე მგონია, რომ შენ რო რაღაცას ამტკიცებ, რაღაცას აპროტესტებ, რაღაცისთვის იბრძვი და აი ვიღაც ძალიან კარგი ცნობილი მწერალი შენ გვერდით დგას ამ დროს, რაღაცნაირად ეს გაძლიერებს რა. და თუ ის ჩუმად არის პირიქით ეგ გასუსტებს და გწყინს და გული გწყდება. და დღესაც როგორ ვართ ხო ყველას პოზიციას ველოდებით აბა ვინ რა სიტყვის განსაკუთრებით იმ მწერლების რომლებიც განსაკუთრებით გვიყვარს ეწოლა ხო არ არის მეთქი ძალიან მაგრამ რა მაინც არ ვიცი მე რაღაცნაირად სადღაც მაინც ვიტოვებ იმას რომ გავუგო ასე ვთქვათ ამ ადამიანებს რა შემიძლია გავუგო რომ ვიღაც შეიძლება ხმამაღლა ამას არ აფიქსირებდეს თავისას მაგრამ ხო არ ვიცი სიჩუმე დღეს რამდენად გასამართლებელი ხო სიჩუმე თანამონაწილეობა ამასაც ხომ ვამბობთ ხოლმე ხო, იცი რა, მე ძალიან მეშინია, რომ ჩემი წიგნი ხვალ შავ მასში პაკეტში არ ჩადონ და ასე არ დადონ წიგნის თაროზე, წიგნის მაღაზიაში. ან გადახაზული არ იყოს, ვთქვათ, და ისე არ გამოვიდეს აი ეს ფრაზები და ისე როგორც ბელარუსში მაგალითად ხდება და რუსეთში და კიდე სხვა ქვეყნებში. ბელარუსი ცოლ-ქმარი იყო ლიტერატურულ ფესტივალზე ჩამოსული თუ გახსოვს იულია ტიმოფეევა და მისი
მეუღლის გვარი არ მახსოვს, თუმცა აი ამ კაცის წიგნი იყო, სადაც სათაურში უბრალოდ ნახსენები იყო ევროპა და ამ სიტყვის გამო საზღვარზეც არ შემოატანინეს ბელარუსში. ლიანად დაბლოკეს მთელი ტირაჟი, კი. მთელი ტირაჟი და რეალურად როდესაც ამ საფრთხის წინაშე დგახარ, მე აი ჩემთვის მაგალითად უფრო რთული არის რომ გაუგო იმ ადამიანს, რომელიც ჩუმად ზის და სინამდვილეში გასულ წლებში შეიძლება არაერთი მისი რომანი და წიგნი წამიკითხავს და იმ ღირებულებებზე არ ვიცი ვიღაცისთვის რჩევა მიმიცია ან საკუთარ თავში უფრო საკუთარ თავში აღმომიჩენია რაღაც ახალი და დღეს ეს ადამიანები რო დუმან ძალიან რთული არის. იცი რა მე ზოგადად ესე დამუნათების თახის მომხრე არა ვარ, მაგრამ დამუნათების ხო არ იცი რა მინდა რომ ჩემ გვერდით იდგეს. მინდა რომ ჩემი თანამოაზრე იყოს იმ ბარიკადზე იქ სადღაც დავინახო შევნიშნო რომ იქ დგას. ან შეიძლება რაღაც ერთი სიტყვა თქვას და მივხვდე რომ ჩემ აი ეს არის ალბათ გულის წყვეტა უფრო მეტად ძალიან მიყვარს მე კოტეჯანდიერის მოთხრობები. აი გიჟდები ისე მიყვარს მისი მოთხრობები და დღეს მის პოზიციას რო ვუსმენ აი დამუნათება არა, ეს არის გულწრფელი გულის წყვეტა მისი პოზიციის მიმართ, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. ლიტერატურის როლი და ძალა როგორი არის და რა ფუნქცია აქვს ისტორიის შენახვის, ისტორიის გადააზრების და აი პროტესტის ჭრილში რამდენად მძაფრი შეიძლება იყოს. და გადარჩენისაც ალბათ, ხო, არ ვიცი. აქამდე შეიძლება მე პასუხა რომ დიდი ილუზია მეთქი რომ ლიტერატურა ზოგადად რაღაცას ცვლის ან რაღაც დიდ რყევებს იწვევს, არ მაქვს თქო, მაგრამ არ ვიცი, აი ხო ვხედავთ მაგალითად რა როლს ასრულებს დღეს თეატრი პროტესტში, ხო? ჩვენ ვერა ვართ, ჩემი აზრით, მთლად ეგრე ძლიერად წარმოუდგენილები რაღაც ქართველი ავტორები დღეს მაინც და წარმოვიდგენ ხოლმე რომ რაღაც ეგეთი მანიფესტაციური რო იყოს ჩვენი გამოსვლებიც ვთქვათ და რაღაც ესეც მგონია რომ ვთქვათ გააძლიერებდა ერთი მხრივ პროტესტს და მეორე პროტესტში არ მონაწილეობს ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ ავტორები ვკითხულობენ და შეიძლება სხვა მხარეს დგანან და აი მაგას ვფიქრობ ხოლმე რომ ხო შეიძლება რომ ერთი წამით დაფიქრდნენ რომ სიტყვაზე ეს ავტორი ამ ესე ფიქრობს იქნებ მეც ხო არ გადავიაზრო რაღაცები, იქნებ ის მართალია. სულ ცოტა ხო არ მოვისმინო, ცოტა მეტი ვიდრე ვისმენ რაღაც პროპაგანდისტული არხებიდან იმას, რასაც ვისმენ. ხვდები, აი მაგ მხრივ მეფიქრება ხოლმე, რომ შეიძლება გქონოდა მეთქი ეს ძალა, მათი გადარწმუნების, ან მათთვის მეტის თქმის. ამ ნდობიდან გამომდინარე, რაც მგონია, რომ რაღაცა გარკვეულ კატეგორიას ხალხის მკითხველების, ქართველი მწერლების მიმართ, თანამედროვე მწერლების მიმართ აქვთ. და როდესაც საუბრობდი ლიტერატურის ძალაზე, რომ არ მქონდაო ასეთი წარმოდგენაო, რომ ის შეიძლება რაღაც ძლიერი ბიძგი იყოს, ესე შეგვიძლია ვთქვათ. დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესებს, სადაც არაერთხელ გაჟღერდა სხვადასხვა ნაწარმოები, ისინი სხვადასხვა ტექსტებით საუბრობენ და ასევე არაერთი პოსტი წავიკითხე, როდესაც წიგნებს უგზავნიან პოლიტპატიმრებს, იქ გარკვეულ ცენზურას გადის ეს წიგნები. ხო, ყველა წიგნს არ შეატანინებენ, რომელმაც შეიძლება მათი ესეთი საპროტესტო მუხტი გაზარდოს თუ რაღაც ცუდი აზრებმა გაუველვოთ თავში. აი ბრეხტი შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად ის ცუდი დრო პოეზიისთვის, რომელიც ვიადრატიანმა თარგმნა. ბოლო დროს სულ ეგ წიგნი მიტრიალებს თავში, რა ვიცი, ალბათ ერთ-ერთი ის წიგნია, რომელსაც სიამოვნებით დავწერდი როგორც ავტორი რა. პრაქტიკულად, რავი, თუ სადმე, რა ვიცი, პოლიტიკური პოეზიის და ასევე სოციალური პოეზიისაც საუკეთესო ნიმუშია რა, რასაც ამ წიგნში წერს ეს. როგორ ვთქვა, ჩვენს გარშემო რაც ხდება, ყველაფერი არის პოეზიის ენით მოთხრობილი და ყველა ლექსი არის მანიფესტი, შეგვიძლია დავწეროთ პლაკატზე და გამოვიტანოთ, ისე კარგად მოერგება ამ ქართულ რეალობას, რომ რა ვიცი. ხო, რავი, ეგ არის. როგორ ისმის პროტესტის ხმა? აი, მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ტექსტები, სადაც უშუალოდ პროტესტი არის მთავარი როლში, მთავარ რაღაცა ავანგარდში. ესეთი ტექსტები ეგუშინ რო ვიხსენებდი, გამახსენდა დიკენსის ორი ქალაქის ამბავი. სრულად ეს ტექსტი არის როგორ იბადება პროტესტი, საფრანგეთის რევოლუცია და შემდეგ აი ნელ-ნელა როგორ ღვივდება და ეს მადამ დე ფარჟი როგორ ქსოვს
ითვლებათ ყველა იმ ადამიანის სახელს, ვისაც სამაგიერო უნდა გადაუხადოს და შემდეგ როგორ ემსგავსება ეს ძალა თავად იმ ძალას, რომელსაც უპირისპირდებოდა. არის კიდევ ტექსტები, სადაც ეს საპროტესტო აქციები შემოდის უშუალოდ ტექსტში და გამახსენდა მაგალითად პოლოსტერის 4-3-2-1, სადაც ეს არჩი ფერგისონის ოჯახი ზის და ტელევიზორთან სხედან და თვალს ადევნებენ გამოსვლას მარტინ ლუთერ კინგის იმ ცნობილ გამოსვლას და როგორ აქვს ყველა პერსონაჟს სხვადასხვანაირი რეაქცია, სხვადასხვაგვარად აღიქვამს აი ამ გამოსვლას და ამ პროტესტს. ხო, მაგაზე ვფიქრობდი, ეს დღეს ჩვენთან რაც ხდება, ეგ როგორ გადაიწერება რა ლიტერატურაში. არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ავტორების რაღაც კატეგორია მაინც წერს ის რაც ხდება. მე თუ ვწერ რაღაცას, ალბათ სხვაებიც წერენ. იცი რისი თქმა მინდა, რომ აუცილებელი არ არის, რომ მაინც და მაინც კონკრეტულად რაღაც საპროტესტო აქციების ის იყოს დოკუმენტურად აღწერილი რაღაც. ხო, ამას ვამბობ, ანუ ამგვარი ლიტერატურაც არის და შეიძლება უბრალოდ თემები იყოს, რისი გაპროტესტებაც გინდა და ის აღმოჩნდეს რა ამ წიგნებში. ამიტომ ეს მაია ენჯელო იმიტომ მოვიყვანე, რომ სხვა თემაა, ხო, რაღაც ამერიკაში შავკანიანების ბრძოლაზე არის სიტყვაზე და სხვა წიგში კიდე სხვა თემატიკა, მაგრამ აი ეს მუხტი იგრძნობოდეს მეთქი, რა ლიტერატურა იბრძოდეს თავის ამაზე წიგნის ფურცლებზე, რა სხვადასხვა თემაზე, ხა როგორც ეტუდი ქალებისთვის და ასე შემდეგ, ხო. შეიძლება იმ ხატებს ეს რაღაც საპროტესტო აქციების ხატებს არ ხედავდე მაინც და მაინც წიგნის ფურცლებზე რა, მაგრამ რაღაცას აპროტესტებდე რა ამ წიგნით, ხო და ისევ იმას რომ დაუბრუნდე ვინ რას წერს თქო. ეხლა ცოტა ხნის წინ ვიყავი ერთ-ერთ ლიტერატურულ ფესტივალზე რა ევროპაში და იქ მეკითხებოდნენ ზუსტად ამას, რომ აი თუ წერთ ის რაც დღეს ხდება თქვენთან, ამაზე თუ წერთ ქართველი ავტორები, ხა გადავერთე სხვა თემაზე, მაგრამ რაღაცნაირად გაგრძელება არის რა და თლათ კაფეო პასუხი არ მქონდა უთხარი, რომ ნუ მე ვცდილობ რომ ვწერო, ოღონდ იმიტომ კი არა რომ უნდა ვწერო, უბრალოდ არ ვიცი სად წავიღო ის რაც მაწუხებს და ესე რაღაცნაირად გადადის ფურცელზე. და იქ მითხრეს რომ არ გონიაო რომ ეგო ძალიან ისეთი დროს კი არა აი იმ წამის მოვლენებს მიდევნებული ლიტერატურა არისო და ვერ გადარჩებაო ეგეთი რაღაცა მკითხეს. ხო და არ ვიცი, შეიძლება ვერ გადარჩეს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა წერო, ხო, ეგ იმას ნიშნავს, რომ რეაქცია. მე მგონია, რომ მეშახტის ცოლის სიმღერა გადარჩება ნებისმიერ დროს. ხო, რა არ ვიცი. იცი რა, ამ ხედვას არ ვეთანხმები, მაგალითად ეხლა გამახსენდა, კრებულიც გამოიცა გემახსოვრება უკრაინის ომის, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, აი ომის პარალელურად დაწერილი ლექსების და ასევე არის ერთი წიგნი ავტორის სამწუხაროდ არ მახსოვს სიტყვებმა როგორ შეიძინა განსხვავებული ხო შინაარსი და განსხვავებული ფუნქცია. ანუ ეს ვფიქრობ რომ გარდა იმისა რომ ლიტერატურულ ღირებულებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ერთგვარი დოკუმენტური მასალაც არის. კი, სხვათა შორის ომის ლექსიკონზე ლაპარაკობ შენ, ოსტაფ სლივინსკი არის მისი ავტორი. ხო, აი გვარი ვერ გავიხსენე. მართლა ჩემი აზრით მართლა ძალიან კარგი წიგნია, ზუსტად რა, აი ომმაც როგორ შეცვალა რა, შენ რო ამბობ სიტყვას აბაზანა, ის აღარ ნიშნავს ადგილს, სადაც შეხვალ და დაიბან, ის ნიშნავს ადგილს, სადაც შეიძლება ბომბებს დაემალო და ომის კონტექსტში ეს შეცვლილი არის. აი მშობიარობა იყო ერთ ბავშვზე ორსულად, როდესაც ვიყავი ყირიმის ანექსია დაემთხვაო, მეორე ბავშვზე ორსულად რო ვიყავიო, ეს ომი დაემთხვაო და ანუ მშობიარობა და ორსულობა აი ამ მოვლენასთან ძალიან ტრაგიკულ შეცვლილია. სხვათა შორის ხო ომის დროსაც ეგრე იყო და ეხლაც აი ჩემს თავზეც თუ ვილაპარაკებთ, ახლა იმიტომ რომ სხვებზე გამიჭირდება ლაპარაკი. 1-2 თვის წინ იყო მე მგონი თუ რაღაც მოკლედ ფანჯრიდან გადავიხედე და მერის თანამშრომლები ბალახს კრეჭდნენ რა ჩემი სახლის წინ რაღაც გაზონს აკეთებდნენ რა და არაფერი ჩვეულებრივი ამბავია ხო ყოველ თვეში რაღაცას აწესრიგებენ და ჩემთვის ეს ბალახის კრეჭა ეს ხმა დილა იყო ძალიან სიჩუმეში აბსოლუტურად სხვა დატვირთვის მქონე გახდა და დავწერე კიდეც ლექსი ბალახის კრეჭა რაც ასოციაციურად გავავლე იმასთან რომ ჩვენს აზრებს კრეჭენ ჩვენს ემოციებს, ჩვენ გვაჩერებენ, რომ ეს ხმა რაღაც ეს გამუდმებული ზუზუნის რაღაცნაირად აი ამ არ ვიცი, მოსავლოდნელი დიქტატურის თუ ავტორიტარიზმის თუ რაღაცის ხმა, არა, ყველაფერი თავში უკვე მანდ მიდიოდა, არ ვიცი, შეიძლება ახლა გავგიჟდი, მაგრამ ნუ არა, მე მგონი ყველა მაგ კონდიციაში ვართ. ხო, ასოციაციებიც
ასოციაციებიც ყველაფერი მიდის მაგისკენ რა. ან რა ვიცი, აი როგორ უნდა გამოიგონო მაგაზე მაგარი კადრი, როგორიც არის, რომ ადამიანები სხდებიან, სკამები მიაქვთ პოლიციის წინ, სხდებიან და უყურებენ პოლიციას, რაც ზუგდიდში მოხდა მაგალითად. ჩემი აზრით, რა ვიცი, ისეთი იმიჯია ლავით ლექსისთვისაც და ყველაფრისთვის, რომ ძალიან მაგარი რა. როცა შენ ატრიალებ, ასე ვთქვათ, როლს იცვლი, ის კი აღარ გაკვირდება და გიყურებს, არამედ შენ და უხერხულობას უქმნი რა და ეგეთი რაღაცები ხდება რაზე წერაც შეიძლება. ხშირად უთქვამთ ეს აზრი, რომ ნებისმიერ ლიტერატურული, რა ვიცი, ნაწარმოები იქნება თუ ხელოვნების რაიმე ნიმუში, ის იქმნება აი ასეთ კრიტიკულ და რთულ დროს უფრო მეტად და უფრო ხშირად, არ ვიცი ეს რა დაკვირვება არის, ან ვინ თქვა, მაგრამ ეს აზრი ხშირად გამიგია, ვიდრე იმ დროს, როდესაც ჩვენ მშვიდად ვართ ჰარმონიულად, არ ვიცი, ესეთი ეპიზოდებიც თუ არსებობს ადამიანების ცხოვრებაში და არანაირი რაღაც გამოწვევა და პრობლემა არ არის. ხო, არ ვიცი. ეთანხმები ამას? ძალიან რაღაც ისეთი ბედნიერი როცა ხარ, მაშინ წერა მე პირადად არ გამომდის. ისევ ჩემ თავზე შემიძლია ხა მაგაზე გიპასუხო რა და როცა რაღაცა თავზე ქვეყანა გექცევა და რაღაც უბედურად ხარ შეყვარებული ან რა ვიცი სხვა პრობლემები გაქვს, მაშინ უფრო გეწერება. ჩემი გამოცდილება როგორც ავტორის ეგეთია, მაგრამ ეს ალბათ არ გავრცელდება ყველაზე, იმიტომ რომ მე არა ვარ ესეთი როგორ თქვა ტრადიციული მწერალი, რომელიც ყოველ დღე როგორც საქმეს ისე უდგება, ამას დგება წერს ორ ფურცელ სიტყვაზე, დაწერს რაღაცას და არ ვიცი მათთან როგორ არის. სხვათა შორის პოლოსტერი, ამდენი იმიტომ ვიცი ამ წიგნზე, რომ იმ გამომცემლობაში ვმუშაობდი, ვინც გამოსცა და 4-3-2-1 ეს წიგნი, რომელიც ვახსენე, 3 წლის განმავლობაში ყოველ დღე იჯდა და წერდა. ხო, ეს საქმეა, სამსახურია, სამუშაოა. 3 წელი, ანუ დღე არ ჩაუგდია. განსაკუთრებით პროზაიკოსისთვის ახლა პროზას ვინ წერს. ნუ პოეტები ცოტა სხვანაირად მუშაობთ, მაინც პოეტი შეიძლება, რა ვიცი, ავტობუსიდან ჩამოხტეს, ან იქვე დაწეროს, ან რაღაც რომ მოგივა, რაღაცნაირად ეს შენი სათაური თუ ერთი ფრაზა თუ არ გამოიჭირე, მე გაგიფრინდება. აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ხო გახსოვს? ძალიან კარგი. მუხლზე დადებული ვწერდითო? კი. ეგ გამახსენდა. როგორ მახსოვს, იქ ვიყავი და ძალიან ამაღელვებელი იყო და კიდე გვინდა ეგეთი სიტყვები. ხო, ისე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, აი მართლა წარუშლელი მოგონება არის. ხო, თუნდაც აი მე მახსოვს, აი რომ გავედი საღამოს, რომ ჩავფრინდი ფრანკფურტში და საღამოს რომ გავედი და მთელ ქალაქში ყველგან ეს ქართული ამბანი და ქართული ასოები რომ იყო მეტროში ჩავიდოდი თუ არ ვიცი. ხო, და ეგ რო გახსენდება მაგის მერე დღეს რასაც შეხედავ რო ხდება ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, პარიზის წიგნის ბაზრობაზე, რაღაცნაირად გული დაგწყდება და მერე გულის წყვეტას მოყვება ბრაზი და ბრაზ მერე პროტესტი. ანუ თანმდევი რაღაცეებია რა. მწერალთა სახლის ამბავიც რამდენი ხანია მწერალთა სახლში არ ყოფილვართ და ამას წინათ როცა ზვიადრატიანი დააკავეს აქციებზე, მაშინ წერლები იყვნენ იქ მისული, აი დიდხნიანი ბოიკოტის შემდეგ და ეგეც ძალიან ამაღელვებელი იყო რა, არ ვიცი, თითქოს ძალიან დიდი ხანი არ ყოფილვართ, მაგრამ თითქოს გუშინ გამოვედით იმ მწერალთა სახლიდან, სადაც ისეთი ლიტერატურული ფესტივალები იმართებოდა, რაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიტერატურული ზეიმი იყო მთელი წელი ველოდით ამ ფესტივალს. ხო და მაგას მხოლოდ შინაარს აპროტესტებ. ადამიანებს კი არა, რომ იქ ერთი ადამიანი, თქვათ, მოვიდა, წავიდა, რეალურად აპროტესტებ შინაარს, რაც არის ამ ყველაფრის შინაარსი, ქუჩაშიც იმიტომ დგავართ, ხო? რომ გუშინ ხუმრობდი რა, რომ მართლა აი სტუდიაში შევალ ხოლმე რესპონდენტის ჩასაწერად ან გადაღებაზე გავალ, ვბრუნდები და იმაზე უარესი რაღაც არის მომხდარი, რაც 9 საათის წინ, რაზეც 9 საათის წინ მუშაობდი და რა ვიცი, და ამ დროს მაინც არსებობს დრო იმისთვის, რომ წერო. ამაზეც ხშირად თქმულა, რომ ლიტერატურის დრო ყოველთვის არის. და ამას წინათ Facebook-ზე დავპოსტე კიდევაც წიგნის ბაზრობა რო იმართებოდა, რომ ლიტერატურის დრო ყოველთვის არის. რთული არის, რომ გამონახო დრო, რომ რაღაც ჩაუჯდე რაიმე წიგნს. აი ჩემი მაგალითად საუკეთესო გადარჩენის გზა არის, როდესაც აი ესეთი კრიტიკული სიტუაცია არის გარეთ სახლში. აი ყველგან ვცდილობ, რომ წავიკითხო საყმაწვილო ლიტერატურა და აი ბოლოს წავიკითხე ნუ მოკლავ ჯაფარას მაგალითად. ეს არის ჩემი გადარჩენის აი მართლა უნიკალური გზა, როდესაც საბავშვო ეგეც ბრძოლაზე და პროტესტზე. ხო, კი, ნუ მოკლავ ჯაფარა კი. მაგრამ ანუ აი ის ემოციები თითქოს გავაცოცხლო, რაც ბავშვობაში მქონდა, როდესაც ამ წიგნებს პირველად ვკითხულობდი. არ ვიცი რატო ვაკეთებ ამას, მაგრამ ერთადერთი თავშესაქცევი, სადაც ვახერხებ, რომ არ ვიცი, აი ამ ყველაფერს ცოტა ხნით დავემალო, თვალი ავარიდო, საკუთარ თავს დრო დაუთმო, ეს არის საბავშვო ლიტერატურა. ან
ან საყმაწვილო ლიტერატურა, რომელსაც ვკითხულობ. აი ლიტერატურის დრო ყოველთვის არის შენი აზრით. ხო, ჯერ წიგნის ბაზრობაზე მე მგონი უნდა ვთქვათ, რომ ჩემი აზრით ეგეც ბარიკადის ერთი ნაწილი იყო წლევანდელი წიგნის ბაზრობა, რომელიც 10-დან 13 აპრილამდე გაიმართა, ხო და დრო და ეგ წიგნის ბაზრობა რამდენი ხალხი იყო? ხო, მე არ ზუსტად მაშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ დავესწარი, მაგრამ შორიდან ვადევნებდი და ხო, ანუ ეგეც ხო ის იყო რაღაცნაირად ეგეც პროტესტის განაცხადი და რომ განაცხადი იყო, კი. ივალ და ვიყიდი და მხარში დაგიდგები და ხო. ეგ ცალკე და თავშესაფარი და დრო ლიტერატურის. ანუ ლიტერატურის დრო ყოველთვის არის თუ არა? არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში გინდა წაიკითხა, გინდა. ყველაზე არ ვიცი, ვერ განმოზოგადებ ხა ვისთვის. ხო, არა, შენს კონკრეტულ შემთხვევაში. ხო, ვისაც წიგნის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და კითხვის და ეს მისი როგორც ჭამაა და არ ვიცი ვთქვათ ვარჯიში ან რაღაცის სხვა კეთება შემადგენელი ნაწილი მათთვის წარმოუდგენელი მგონი, არ ვიცი. მე მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან აი მართლა დაქანცული მივდივარ და არც ხალისი მაქვს ამ ყველაფრის გამო, მაინც ვერ ვუღალატე იმ ტრადიციას, რომელიც მაქვს, რომ ერთი წიგნი ჩანთის მაქვს, ერთი რაღაცა სიტყვაზე მეტროსი, ერთი სასთუმლის ძილის წინ და რაღაც ეგრე განაწილებული, მე რომელსაც შეიძლება ერთი თვე ვკითხულობდი ამ უდროობის და ამ რაღაცა ესეთი რეჟიმის გამო, მაგრამ ხო, შეძვრები რაღაც სხვა თავგადასავლებში და აი შენს მინიმალურ კომფორტს ზუსტად იმიტომ რომ გადარჩე, იწყო, მაგრამ ხო გეუბნები, აი მანდაც რაღაცაერთ ესე დაეწყო, ეხლა ჩემს სახლში რომ შემოიხედო და ეს ჩემს წიგნებს შეხედო, წიგნების თაროს, წასაკითხი წიგნების ადგილას, სულ მართლა ესეთი წიგნები არის, სადაც რაღაც ბრძოლა არის რა. აი სადაც რაღაც პროტესტი არის. არ ვიცი თავისით და ჩემით არ ამირჩევი. რაღაცაერთ ეგრე დაეწყო. ალბათ ხო, განწყობის ამბავია რა, რომ და აი წიგნები დიქტატურაზე სერიაც არის ამ სათაურით და უამრავი წიგნი ვიცით, არ ვიცი იმით რომ ვაიმე, ჭადის სახელი. ვინ? პატრიარქის შემოდგომა. ხო. ვაიმე, ხალხი მარკესი ავტორი. უამრავი წიგნი არის დიქტატურაზე. მარკესით რო დავიწყოთ ლიოსა და არ ვიცი, ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩამოთვალოთ და ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აქ არის ერთგვარი რეცეპტი, შეგვიძლია ვთქვათ, როგორ მიდის დიქტატურამდე სახელმწიფო. დღეს რა პროცესებსაც უყურებ და ის წიგნები, რაც დიქტატურაზე დაწერილა და წაგიკითხავს, რამდენად ემთხვევა ეს პროცესები ერთმანეთს? და ბოლოს ძალიან პოპულარული რო გახდა ჩვენთან მარიას წიგნი, მარიარეს. ხო, უფრო მეტად ალბათ იმიტომ რომ რეალისტურ ამბებზე არის დაწერილი და მარიარეს აწერს სხვათა შორის, რომ დუმილი თანამონაწილეობა არის ეს მარიარესას. კი ბატონო, ხო და ანუ ჩვეულებრივად შეგვიძლია უყუროთ ჩვენს მომავალს. მე ასე აღვიქვავ ამ წიგნებს რა. არა მხოლოდ ვთქვათ დიქტატურაზე დაწერილს, არამედ მაგალითად აი ვთქვათ საბჭოთა პერიოდის რეპრესიებზე დაწერილს და 27 წელზე და გულაგებზე და ასე შემდეგ. მე მართლა ეს განცდა მაქვს, რომ აი ჩვეულებრივად რაღაც ჯადოსნურ სარკეში რო ჩაიხედები და მომავალს დაინახავ. აი ზუსტად ეგ არის ეგ წიგნები რა. ანუ თუ რაღაცას არ შეცვლი, თუ არ იბრძოლებ, თუ დღეს ხმას არ ამოიღებ, ხვალ იქნები იქ და ისე ნელ-ნელა ესეთი რაღაცნაირად ნელი ცურვით შევდივართ მაგრიალობაში, რომ ჯერ კიდე არ გვიჯერა. შარშან ჯერ კიდე არ გვიჯეროდა, რომ აქ ვიქნებოდით და დღეს კიდე მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს კიდე არ წარმოგვიდგენია სად ვიქნებით და ხო, აი ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, ამ ზაფხულს ჯერ კიდევ ჩემს ბელარუს მეგობრებს და კოლეგებს, მწერლებს და ჟურნალისტებს ძალიან ისეთი ცნობის მოყვარე სახით ვეკითხებოდი, რომ აი თქვენთან როგორ მოხდა ეს, როგორ გაიქეცით ქვეყნიდან და რაღაც ვეკითხებოდი მათ გრძნობებზე და უბრალოდ რამდენიმე თვის მერე აბსოლუტურად იგივე საფრთხის წინ ვდგავართ ჩვენ. და კანონების მიღების მერე კიდე ეს იქნება ვიცით. ჩემი ემოცია უნდა გითხრა, როდესაც აი ვახსენე იულია ტიმოფეევა იყო მეუღლესთან ერთად ჩამოსული და მათთან ინტერვიუ ჩავწერე, ზუსტად ეს ვკითხე საპროტესტო აქციების დროს, რა ხდებოდა, ანუ დღეს ყველა ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი ან ციხეში არის, ან ქვეყნიდან არის გაქცეული და მართლა დაუჯერებელ ამბებს ყვებოდნენ და ყვებოდნენ იმაზე, რომ განსაკუთრებით ეს ეხებოდა სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლებს. იულიას ძმაც ციხეში იყო. კი, მისი ძმაც და მათ მეგობრებზე მომიყვნენ, როგორც მახსოვს, რომ საპროტესტო
აქციაზე ბენდი უკრავდა და იმ მომენტში და იმ წელს არა და 1 წლის დაგვიანებით ეს ბენდი ამ აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. და მაშინ მახსოვს, რომ როდესაც მწერლებზე საუბრობდა, უცებ წარმოვიდგინე რატომღაც, რომ დათო ტურაშვილი სახლში ზის, სავარაუდოდ უყურებს ფეხბურთს, იმიტომ რამდენიც მასთან მივედი, იმდენი ფეხბურთს უყურებს და უცებ საპოლიციო ძალები მიდიან და აკავებენ და გამეცინა სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ იმდენად დაუჯერებელი იყო და ამას წინათ მე მგონი ინგა გრიგოლიასთან იყო სტუმრად და დათოშვილი არის ჩემი მეგობარი ანაკო და მივწერე კიდევაც რომ ცოტა აფრთხილად იყავით ვინმე არ მოგიკაკუნოთ კართან მეთქი. ანუ უკვე ეს რეალობად იქცა და ის რაც ესე არ ვიცი სასაცილოდ რა არის სასაცილო, მაგრამ მეცინებოდა ჩემ წარმოსახვეზე, დღეს შეიძლება რომ იყოს რეალობა. ხო, ეგრეა და შესაბამისად ჩვენი რეფლექსიაც არის ეგეთი, ვინც ამ მხარეს ვდგავართ ყოველ შემთხვევაში, რომ მე სხვა რამეზე დღეს არ მეწერებ, ხა ვერ გეტყვი რომ რაღაც იმას ვქმნი ყოველ დღე ამაზე ვწერ, მაგრამ თუ მეწერება ეგეთ რამეებზე მინდა ვწერო, ეგეთ რამეებს გამოვეხმაო, რაზეც ვბრაზდები, რაც მაწუხებს და მტკივა, ეგ არის დღეს რაც ხდება და შესაბამისად. აი, სხვათა შორის მე კიდე ერთ-ერთი ავტორია, შენ იულია გაიხსენე და ასევე მისი თანამედროვე არის ბელარუსი პოეტი, ის მეუბნებოდა, რომ იმდენად არ შეგვეძლო შეკრებები უკვე ბოლოს, აი ეს თავისუფლად რო შევკრებილიყავით, რომ რაღაც საბავშვო წიგნების კითხვა იმართებოდა ხოლმე ეზოებში. დვორე სიტყვა იხმარა, ანუ ესე იგი კორპუსების რაღაც ეზოებში და უბრალოდ მივდიოდითო რომ მოგვესმინა ეს რაღაც საბავშვო ლიტერატურა, რაც შეიძლება დიდათ არ გვაინტერესებდა, იმიტომ რომ ერთმანეთი დაგვენახავ და თვალებით კონტაქტი გქონოდა. წარმოგიდგენია ეგეთი რაღაც, რომ აი ვერ შევძლოთ და მეშინია მაგის კი, იმიტომ რომ რა ვიცი, მიდის მაგეთკენ საქმე რა, Facebook პოსტისთვის. ადამიანს არ მოსთხოვეს პასუხი და ხვალ იგივე არ მოხდება ასე. და ეს პროპაგანდისტულ არხზე მოვისმინეთ, რომ Facebook პოსტისთვისო დიდ ბრიტანეთში ბევრად მეტი ადამიანია დაკავებული ვიდრე რუსეთშიო. ხო და ნუ რა ვიცი, რისთვის არის მწერლობა, რა თავისუფლებისთვის არის და იმისთვის რომ ყველაფერი ამოვთქვათ და ვთქვათ და რა ვიცი დავწეროთ და მე მართლა მგონია რომ რაც დამიწერია მგონია იქიდან გამომდინარე რა ფიდბექიც მიმიღია გამოხმაურებები ქალებისგან მაგალითად და მაქვს ამის რწმენა რომ ბევრი ქალის სათქმელი მithქვამს მაგალითად თუ ქალების თემას ავიღებთ მოუწერიათ მათ რომ რა კარგი იყო იცი მე ამას ვერ ვიტყოდი და შენ რო თქვი მადლობა ამით რაღაც გული მომხანე თუ გავძინებდი თუ რაღაც ეს შეიძლება დიდი რამე არ არის მაგრამ როგორ არ არის ხო ანუ თუ მე ერთ პატარა სათქმელს ვიტყვი კიდე ვიღაცა უფრო დიდს მე კიდე ვიღაც ვინც შეიძლება ბესტსელერ წიგნებს წერდეს უფრო დიდს რა ვიცი ამას აქვს გავლენა რა და თუ დავჩუმდებით ყველანი არაფერი არ იქნება რა და წავალთ ისე იქ საიდანაც მოვედით და მაგის ძალიან მეშინია უკან დაბრუნების რა ხო, როდესაც პროტესტზე და ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, აქ რაღაც დიდი აქცენტი გავაკეთეთ და ბევრი ვისაუბრეთ რაღაც საპროტესტო აქციებზე, ამგვარ პროტესტზე, რაღაც დიკენსი ვახსენეთ და რევოლუციაზე. ამას გარდა, რა თქმა უნდა, არის უამრავი თემა, რის მიმართაც პროტესტი და აი მაგალითად მახსენდება ბობ დილანის სიმღერები, რომელიც ეს ერთი შეხედვით თითქოს არ არის ის პროტესტის სიმღერა, მაგრამ პროტესტის ჰიმნად ქცეულა და ან ბიტნიკები რაზეც წერდნენ, როგორ ამერიკასაც ითხოვდნენ, ხო ვთქვათ და რა ეგრე ხმად თუ წავალთ, აი მართლა ეხლა ამ აქ შენთან მოსვლის წინაც და რაღაც ამ ბოლო დროს დავიწყე რა მაგაზე ფიქრი, რომ რამდენი აი ესეთი საპროტესტო ძაფი შეიძლება გამოვაძრო ისეთ წიგნებს, რომელზეც არ გიფიქრია რომ სიტყვაზე გონია რომ სიყვარულის საგაა სიტყვაზე, მაგრამ უცებ იპოვი რომ რაღაცაზე ბრაზობს იქ ავტორი და რაღაცის მოტანა უნდა რაღაც სათქმელის შენამდე, რავი, კრიმინალური ისტორია იქნება თუ კემიზე უნდა დაგელაპარაკო თუ წაიკითხავ, გონია რომ რაღაც ისეთია, რაღაც ძნელად რთულად გასაზრდელ ბავშვია, მაგრამ რამდენი რამეა ხო, რასაც იქ იყვება და ავტორი და უნდა რომ შენში გამოიწვიოს ეს დაფიქრება და ბრაზი და ასე შემდეგ, ხო? და პროტესტი თუნდაც. მოდი დასასრულს რამდენიმე წიგნი ვურჩიოთ მაყურებელს. იყოს ეს არა აუცილებლად რაღაც საპროტესტო ხმა რო ისმოდეს რაღაც აქციების სახით. არამედ სადაც აი პროტესტი ძალიან ხმამაღალი არის. გონი ჩამოვთვალეთ, აი რაც ბრეხტი, მოდი ვთქვათ ბრეხტი პოეზიის ცუდი დრო პოეზიისთვის, რომელიც ქართულად დათარგმნია, მეთქი ვთქვი, ზვიადრატიანის მიერ არის ძალიან კარგი. რა ვთქვათ კიდე.
ვიცი რად გალობს, ვიცი რად როგორ ქვია, მაია ანჯელოსის ავტობიოგრაფიული რომანი. ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი. ეგ ცოტა რო სხვა მაშიც გადავტყორცნოთ ადამიანი. აი ვირჯინია ვულფის საკუთარი ოთახი ხო? კი ბატონო, ურჩიოთ. რადგან დავინახე. აგეთებს და ის არის კარგია. სულ ახალხანს გამოვიდა, რა ვიცი, ხა იქ ბევრს წაკითხული აქვს, ხა არქიპელაგი გულაგი, მაგრამ ეხლა გამოვიდა და ქართულად და ბევრს შეიძლება არ ქონდეს წაკითხული და კარგი იქნება თუ მაგ წარსულსაც გავიხსენებთ, რომელიც ჩვენი არც თუ ისე შორეული წარსული არის რა, იმ ქვეყნის, რომლის ნაწილიც იყო საქართველო და ეხლა ისე იქით მივდივართ სამწუხაროდ რა. მადლობა იკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი პოდკასტის სტუმარი. იმედია რომ საინტერესო გამოვიდა ჩვენი პოდკასტი რა სიტყვით. ხო, რამდენიმე რჩევა თუ სიტყვა თუ ჩარჩებათ შენს მაყურებელს და მსმენელს გულში, ეს ჩვენი გამარჯვება იქნება. და ამ პოდკასტის მომდევნო, რა ვიცი, რა ვთქვათ, წარმატება და ხანგრძლივი სიცოცხლე. და იქნებ რომელიმე წიგნითაც განსაკუთრებით დაინტერესდნენ, რომელსაც ვისაუბრეთ. ხო, რა, მაინც მგონია, რომ უკეთესებს ხვდის წიგნები რაღაცნაირად. ყველაზე ისეთი პირქუში შაუბნელი წიგნებიც კი გვაფიქრებს ისეთ რამეებზე, რაზეც შეიძლება არ ვფიქრობთ ხოლმე, იმიტომ რომ არ გვინდა დისკომფორტი. მადლობა რომ გვიყურებთ, დაგვიწერეთ კომენტარები, მადლობა ეკას რომ იყო ჩემი პოდკასტის პირველი ეპიზოდის სტუმარი და იმედია რომ ეს ლიტერატურული პოდკასტიც თავის შედეგს გამოიღებს და ბევრ საინტერესო სტუმართან ერთად ბევრ საინტერესო წიგნს გირჩევთ. აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი პოდკასტი და მადლობა უნდა ვუთხრა პოსტერ ბარს, რომელმაც დაგვითმო სივრცე იმისთვის რომ ჩავწეროთ პოდკასტები სხვადასხვა თემაზე, სხვადასხვა არხის მეშვეობით. უნდა გამოიწეროთ ასევე Redline და კიაფი ჩვენ ერთად ვქნით ჩვენს არხებზე საინტერესო პროდუქტს.